რუსეთის შებოჭვის აი ამ მეთოდმა გამოიწვია ის, რომ მოსკოვი კიდევ უფრო დაუახლოვდა პეკინს და მათი კავშირი გახდა ის ფუნდამენტური საფრთხე შეერთებული შტატების ჰეგემონიისა, რაც გულისხმობს ეგრეთ წოდებული სახმელეთო ძალების გაძლიერებას, ევრაზიონისტურ შეხედულების აღზევებას გეოპოლიტიკურ მიმართულებით და ფაქტობრივად სწორედ ეს განაპირობებდა იმას, რომ ამერიკამ გადახედა თავის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს და საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიებს. Როგორ გამოიყურება ევროპა ამ მოცემულობის ფონზე, თქვენ ნახეთ ესე იგი შეფასებები, რომ ეს აღქმული იქნა როგორც ღალატი ტრამპისა ევროპელი მოკავშირეებისთან მიმართებით და მეორედ თუ მესამე დღესვე მაკრონი გაიჭრა ჩინეთში, პინგ-პონგს თამაშობდა ის ესე იგი რო თქვა კადრები გავრცელდა. ფაქტობრივად ევროპა დარჩა თავის ბედის ამარა და აი თვითონ სტრატეგიაში არის ეს მუხლი განსაზღვრული, რომ შეერთებული შტატები გადის ევროპის კონტინენტიდან და რაც თავარია ყველაზე მნიშვნელოვანი ის უარს ამბობს ნატოს მუდმივი გაფართოების ფორმულაზე, შესაბამისად ფაქტობრივად ის უარს ამბობს ნატოს გაფართოებაზე, რაც იყო კიდევაც თავარი პირობა და თავარი არგუმენტი მოსკოვისა, რის გამოც მან დაიწყო ეს სამხედრო ოპერაცია უკრაინაში. ფაქტობრივად ცდილობა იმისა, რომ უკრაინას ეთქვა უარი, ესე რომ ვთქვათ, აი ცნობილი 28 პუნქტი რო გავრცელდა ნატოსთან ინტეგრაციაზე, ეს უკრაინას ანუ კიევს დაასწრო ვაშინგტონმა და ახლა ჩვენაც არ უნდა ილუზიაში ვცხოვრობდეთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ნატოს მთავარი გენერატორი და სულის ჩამდგმელი არის შეერთებული შტატები და მის გარეშე დარჩენილი ნატო არ გამოიყურება ისე მძლავრად